ამ დროს სპორტის თემა რადიო იმედის ეთერში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ინდივიდუალური სპორტის შესახებ, რა სარგებელი შეიძლება გქონდეს ინდივიდუალურ სპორტს მოზარდის ცხოვრებაში, მის პიროვნება ჩამოყალიბებაში და თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ სპორტული მიღწევების თვალსაზრისითაც ეს ნამდვილად არ არის ცოტა. დღეს ძალიან კარგი ტენდენციაა სპორტთან მიმართებაში, ძალიან პოპულარული არის ყველა სპორტის სახეობა, შეიძლება გიგურდეთ, მაგრამ საქართველოს ყავს მაგალითად ყინულის ჰოკეის ნაკრები, ყავს ნაკრები ბეისბოლში, სოფტბოლში და ასე შემდეგ და აღარაფერს ვამბობ ტრადიციულ სპორტის სახეობებში. ბოლო პერიოდში გუნდურმა სახეობებმა გაცილებით უფრო დიდი პროგრესი ნახეს ვიდრე ინდივიდუალურმა, თუმცა ინდივიდუალურ დონეზეც ამ სპორტის სახეობებშიც ბუნებრივია, რომ ჩვენ საკმაოდ სოლიდური შედეგები გვაქვს. უბრალოდ დღეს გვინდათ რომ დაუთმოთ აი ამ ინდივიდუალური სპორტის მნიშვნელობას ზოგადად ადამიანის პიროვნების ფორმირების პროცესში. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი კარატეში, მსოფლიოს ჩემპიონი და თან ორგზის და ევროპული თამაშების ჩემპიონი, პრიზიორი, მოკლედ გოგიტა არქანია. საზოგადოებას ნამდვილად ასჭირდება დეტალური ტიტულების ჩამოსვლა, ძალიან ცნობილი სპორტსმენი საქართველოსთვის, ოლიმპიური თამაშების მონაწილე და ძალიან საინტერესო არის პირველ რიგში თქვენი მოსაზრება აი ამ მიმართულებით როგორია და შემდეგ უკვე პრაქტიკის დონეზე რომ გავაანალიზოთ ეს ყოველდღიურობა რა შედეგს აძლევს ადამიანს, ვინც რეალურად თანამედროვე ცხოვრებაში პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგავს. მოგესალმებით, მივესალმებით სპენელს. ვახო მადლობა რომ ესეთ კარგ გადაცემებს აკეთებ და სპორტში ხარ მაქსიმალურად ჩართული. ეს ძალიან კარგი და დიდი საქმე არის, რისთვისაც მე პირადად მადლობას გიხდი. რაც შეეხება სპორტს, ზოგადად საქართველოში სპორტი ყველა სახეობა ვითარდება, მაგას მინდა ხაზი გაუსვა და ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ როცა სპორტში არის პატარა ბავშვები, ახალგაზრდები ჩართული, ასე წლოვანებიც ჩართულები არიან, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დისციპლინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და რაც მეტი ივარჯიშებს, უფრო კარგია ზოგადად ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის და ყველასთვის, ვინც ივარჯიშებს. რაც შეეხება ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს, პირველი და მთავარი ჩემის აზრით არის ის, რომ ბავშვი როცა მოდის სავარჯიშოდ, პატარა ბავშვი, ის ეჩვევა წესრიგს. დისციპლინას მან იცის, რომ ვარჯიშზე უნდა მოვიდეს, ამ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე უნდა მიირთვას. მე პირადად და ჩვენი მწვრთნელები ვასწავლით, რომ რა მიირთვას ვარჯიშამდე, ვარჯიშის მერე რა მიირთვას, იმიტომ რომ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გადამწყვეტია უკვე ხშირ შემთხვევაში. მოდი დავიწყოთ, რომ ჯერ სწავლობს, რომ არ უნდა დაიგვიანოს. რა თქმა უნდა, ვარჯიშზე დაგვიანება არ შეიძლება, უნდა მოხვიდეთ 15 წუთით ადრე მინიმუმ, ამას ყველაფერს ვასწავლით, გამოიცვალოთ, დარბაზში შემოდის, დარბაზში ხმაური არ შეიძლება, ყველა ვინც მოდის თავისი თანატოლი, პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, სპორტი ხო მეგობრობა არის, მე მეგობრდებიან, ერთმანეთს იცნობენ, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს სპორტს. ეხლა მე გეტყვით ჩვენ მაგალითს შეკრებაზე მიყვავს სხვადასხვა რეგიონიდან ბავშვები. თქვენ კარატეს წარმოადგენთ და კარატეზე ვსაუბრობთ. 20-30 ბავშვი მიყვავს შეკრებაზე. ყველა რეგიონიდან მთელი საქართველოს და მეგობრდებიან, ერთმანეთს იცნობენ. ამაზე კარგი საქმე რა უნდა გააკეთო, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ურთიერთობაც გადამწყვეტია ხშირ შემთხვევაში და ეს არის ძალიან დიდი საქმე, მე ვფიქრობ რა. აი თქვენ პირადად კარატე აირჩიეთ და წარმატებას მიაღწიეთ ყველა ასპარეზზე, სადაც ჩახვედით და მოკლედ სადაც ფეხი შედგით ტიტულის გარეშე არ წამოსულხართ. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ თქვათ, რომ ინდივიდუალური სპორტი აგერჩიათ და არა გუნდური? იმიტომ რომ რეალურად იშვიათი გამონაკლისების გარდა, თუნდაც პოპულარობის და დაფარვის თვალსაზრისით, გუნდურ სპორტებს დიდი უპირატესობა აქვთ. კი ბატონო, გეთანხმები, გუნდურ სპორტებს უფრო ყურებადია, მოდი ესე ვთქვათ რა, უყურებენ, ბევრი გულშემატკივარი ყავს. მაგრამ საქართველოში არანაკლებ ინდივიდუალურ სახეობასაც ძიუდო ძალიან ბევრი მაყურებელი და გულშემატკივარი. ამ ბოლო დროს როგორც ფეხბურთს ველოდებით, ისე ველოდებით ძიუდოს, ჭიდაობას, მე პირადად ყოველთვის ველოდები და მჯერა რომ კარგი შედეგი დაიდება. რაც შეეხება კარატეს, 94 წელი იყო მე რომ დავიწყე ვარჯიში ზუგდიდში და მაშინ
მოდი თქვა გაჭირვება იყო, დარბაზი არ იყო, კარგი პირობები, ეხა ყველანაირი პირობები არსებობს აბსოლუტურად რა, ყველანაირი პირობები, ოღონდ ბავშვმა მოინდომოს, მშობელმა მოიყვანოს რა. და სადაც სწავლობდი, გაიხსნა ჯგუფი, დავიწყე ვარჯიში, მიუყევი ბოლომდე. უკვე რო გადადიხარ პროფესიონალურ დონეზე, იქ უკვე ძალიან დიდი შრომა გჭირდება რა. შრომა, ტალანტი შეიძლება გქონდეს, არის შრომა, იმდენი დიდ შედეგს ვერ მიაღწევ. ანუ ტალანტი და შრომა როცა შერწყმულია ერთმანეთში, ძალიან დიდ შედეგებს მიაღწევ და მე დავამტკიცე ეს და ეხა ვცდილობ რომ ჩვენ მოსწავლეებს ეს ყველაფერი ვასწავლო, ჩაუნერგო, რომ მე მინდა რომ ბევრად ჩემზე და ჩვენზე წარმატებულები იყვნენ, ბევრი მედლები მოიპოვონ და იყვნენ ბევრად ძლიერები რა. მენტალური მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ინდივიდუალურ სპორტებს ეხება საქმე, აქ მარტო ტექნიკური ელემენტები არ არის, აქ უფრო ხასიათი. აი ხასიათის ჩამოყალიბებაში, პირადად შენი მაგალითიდან რომ გამოვიდეთ, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მოზარდმა? კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება, ხო? მნიშვნელოვანი კი არა, გადამწყვეტია, მოდი ესე ვთქვათ რა, მე ესე გავანაწილებდი პროცენტულად, 60 არის უკვე ფსიქოლოგიური მომზადება და 40 უკვე ტაქტიკური, ტექნიკური და ასე შემდეგ რა. პროცენტულად თუ გადავანაწილოთ. პირველი პატარა ბავშვი რომ მოდის, იმ ბავშვს უნდა შეაყვარო ის ადგილი და ის საქმე, სადაც მოდის. ეს არის პირველი და გადამწყვეტი რა. ხო და უკვე ბავშვი რომ მოდის ერთ წელიწადი ვარჯიშობს, იქ ჩანს, აქვს ტალანტი, არა აქვს. ზოგადად მე ესე ვაკეთებ რა, რომ ყოველთვის ვცდილობ რომ პოზიტივი დავინახო და მიუდგე იმ ხრივ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება და პოზიტივი ვიპოვო ის და იმ ხრივ განვავითარო რა. ანუ მე ვცდილობ ფსიქოლოგიურად იმ ბავშვს მივცე მოტივაცია, რომ ყოველ ვარჯიშზე იაროს. ყოველ ვარჯიშზე მოსვლა ნიშნავს, რომ ის განვითარდება, გახდება უფრო ძლიერი. ხანდახან ხდება ხოლმე არ გამოსდის ისე კარგად, მაგრამ უნდა შეაქო, კარგი სიტყვა უნდა უთხრა, ანუ ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადო რა, ანუ ძლიერი უნდა გახადო, ეს მწვრთნელზე არის უკვე დამოკიდებული რა. და მწვრთნელსაც რა თქმა უნდა შესაბამისი განათლება და ცოდნა ჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი რაც შეიძლება დიდ ხანს დაიჭიროს, ივარჯიშოს და როცა გაიზრდება მე ასაკობრივში დიდი შედეგები დადოს. ეს არის უკვე მუშაობის ნაწილი რა. აი რაც შეეხება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას სპორტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ეს გამოცდილება რამდენად ადგებათ მოზარდებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოფა ცხოვრებაში, თუნდაც აი თქვათ სკოლაში ან მეგობრებთან ან ნებისმიერ ადგილას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მომენტი, რომ არ ვიცით რა გავაკეთოთ, მით უმეტეს სწორი რომელი. კი ბატონო. ყურეთ, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა კარატეზე ვსაუბრობ, მე კარატისტი ვარ და მოდი ეხლა შეჯიბრის სიტუაცია ავიღოთ კარატეში, როგორ ვინ სწრაფად გააკეთებს და სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს სწორ მომენტში, ის იგებს. იგივე არის ცხოვრებაშიც, როცა არის რაღაც სიტუაცია, ყველანაირად უნდა ეცადე, რომ იქ სწორი გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და მოდი ესე ვთქვათ, გამოძვრე იმ სიტუაციიდან, ხო? მაქსიმალური სარგებლით. მაქსიმალურს არ დაიჩაგრო, მოკლედ ესე ვთქვათ რა და სპორტი ძალიან ეხმარება მაგ ნაწილში ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში არც ერთი სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშობს, თავს არ დაიჩაგრავს არსად რა. რომ უკვე გარდა მენტალური მომზადებისა, ფიზიკურად, ტექნიკურად ისე არის მზად და ბევრად კარგად არის მზად, ვიდრე უვარჯიშებელი ბავშვები. ანუ ნავარჯიშეს ბევრად უნარჩვევები უფრო მეტია განვითარებული და ყველას მოუწოდეს, რომ ნებისმიერ ინდივიდუალურ სახეობაზე მიიტყვანოს ბავშვები და ივარჯიშონ რა. აი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ მშობლების დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ ვისაც პრაქტიკა აქვს, ის ალბათ დამეთანხმება, რომ შემთხვევების მინიმუმ 50%-ში მშობლები სწოდავენ. ან ზედმეტ ტვირთს კიდებენ მასწავლებელს, ან ბავშვს. შენ რა რჩევას მიცემდი მშობლებს, მე ვგულისხმობ მაღალი მიღწევების სპორტამდე სანამ გადავალთ. აი პირველი საფეხური მშობლის მოტივაცია რა უნდა იყოს, იმიტომ რომ სწორად თუ არ დაინახა პროცესი, ალბათ შესაბამისად ვერ განვითარდება მე მისი შვილი ამა თუ იმ სპორტის სახეობაში. მე პირადად ვავარჯიშებ ბავშვებს და ყველაზე დიდ სიამოვნებას ბავშვებთან ვარჯიშით ვიღებ. მშობლებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ მშობლებთან მწვრთნელს მასწავლებელს კომუნიკაცია უნდა კონდეს, ეს აუცილებელია. იმით რატო აუცილებელი?
ბავშვისთვის არის აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის. ეხლა რაც შეეხება მშობელი ჩაერეოს ბავშვის ამბავში არ მე ყველა მშობელს ვურჩევდი რომ რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს. იმიტომ რომ თვითონ ბავშვისთვის არის კარგი, იმიტომ რომ არის შემთხვევები მქონია რომ მშობელი უყურებს და ბავშვი ფსიქოლოგურად ისტრესება რა და ვერ აკეთებს, ვერ ავლენს იმ შესაძლებლობებს, რაც აქვს და უთქვამთ კიდე ბავშვებს ჩემთვის, რომ აი თუ შეიძლება რომ ჩემი მშობელი არ მოვიდეს ვარჯიშზე ან შეჯიბრზე ან გარეთ გავიდეს და მართლა მქონია ეგეთი შემთხვევები და არ ჩემ მეც მშობელი ვარ, ჩემი ბავშვი ვარჯიშობს. და მე კიდე მშობლის გადმოსახედიდან კიდე ბევრ რაღაცებს ვაანალიზებ და ამიტომ ვეუბნები ჩემი ბავშვი რომ გამოდის შეჯიბრზე, სადღაც ვზივარ და უყურებ. ანუ არ ვერევი არანაირად არაფერში. როგორც წვრთნელიც ისე არ უზივარ რა. გასაგებია. თქვენ ახსენეთ პირობები 94 წელს როცა თქვენ დაიწყეთ ზუგდიდში ვარჯიში, 94 წელს არა თუ ზუგდიდში არ იქნებოდა სავარჯიშო პირობები, არამედ ქვეყანა ზოგადად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგა და ძალიან საინტერესოა რა პირობებში ვარჯიშობდით და შევადაროთ დღევანდელ პირობებს. იმიტომ არ ვამბობ ამას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ 100%-იანი განსხვავებაა, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით უფროსი ადამიანებისა, ვინც სპორტში ერკვევიან, ამტკიცებენ დღემდე, რომ სპორტი არის ღარიბების თვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. სპორტი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება რომ თქვათ ცუდ პირობებში დაიწყოს შრომა და ამ ცუდმა პირობებმა უფრო ძლიერი გახადონ. აი ეს მოსაზრება რამდენად მართებული არის, მაინტერესებს თქვენი თვალით დანახული, იმიტომ რომ თქვენ ორივე ვითარებაში გქონიათ გამოცდილება შრომის. მეც გამიგია ეგეთი შედარება რა. განსაკუთრებით უსადაგებენ ხოლმე ამ მოსაზრებას. მეც გამიგია ეგეთი შედარებები, მაგრამ ყველაფერს არის თავისი დრო, ყველაფერი იცვლება და შესაბამისად ჩვენთანაც ჩვენ ქვეყანაში შეცვლილია. ანუ შედარებაც არ შეიძლება, მე არ ძალიან ცუდი პირობები იყო, პრაქტიკულად არაფერი არ იყო, ეხლა ყველაფერი. სკოლის 4 კედელი საუკეთესო შემთხვევაში შუშებით. ბურთიც არ იყო რა, ხშირ შემთხვევაში რა. ხო და ეხლა ყველანაირი პირობებია. როგორ გითხრათ, ეკიპირება, დარბაზი, შეჯიბრზე წაყვანა, შეკრება, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ყველაფერი და მაგას ხაზი მინდა გაუსვა. ანუ გვერდში დგომა არის, რავი. აი სასწაული რა. ძალიან მაგარი. ეს мотиваცია სხვა არცვის თქვა. შენ რა мотивაციითაც გადიოდი? მე შეგეცვალა ეს დამოკიდებულება, როცა უკეთეს პირობებში შედარებით გადახვედი? მე არ შემცვლია, აი უკვე ხასიათზეა დამოკიდებული და უნდა გინდოდეს რომ რაღაცას მიაღწიო რა და თუ ვინმეს უნდა რომ ამას მიაღწიოს და დიდი შედეგი დადოს, პირიქით, უფრო კარგი პირობები აქვს. ეხა უფრო მეტ შეჯიბრებზე იღებს მონაწილეობას როგორც საქართველოს მასშტაბით ისე საზღვარგარეთ, ანუ უფრო მეტი შესაძლებლობა არის რომ უფრო წარმატებული გახდე. და მე მგონია რომ ეს კარგია რა. ის დრო იყო, გავიდა, მაგრამ მოდი ახლა ერთ რაღაცა აღვნიშნოთ მაშინ. იმ დროს ქონდა მეტი წარმატებები უფრო საერთაშორისო ასპარეზზე თუ ეხლა? რა თქმა უნდა ეხლა. კი ბატონო. ხო და აქ უკვე ანუ მაშინ თუ ერთი სპორტსმენი მიდიოდა ქვეყნიდან, ეხლა 10 მიდის და შესაბამისად რაოდენობა? კი, ანუ რაოდენობა, ხარისხი, ყველაფერი ბევრად გაზრდილია და ეს რა თქმა უნდა აღსანიშნავია, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ყოველ შემთხვევაში ეს კი ბატონო, მშობლების ძირითადი წუხილი უკავშირდება ხოლმე სპორტთან მიმართებაში ბავშვის საყვანას, დრო რჩებათ ნაკლები გაკვეთილების მოსამზადებლად. მე მშობელი ვარ და ჩვენ ამ მიმართულებასაც ძალიან აქტიურად ვაკვირდებით და პირადად ჩვენი გამოცდილებით სათანადო დრო რჩებათ სპორტსმენებს გაკვეთილებზე, რომ დახარჯონ კიდე დრო და კონდეთ ის უნარი ვარჯიშის მერე, რომ თქვათ რაღაცა შეიმეცნო. შენი დაკვირვება როგორია და იმ მშობლებს რას ეთქვი, ვიც თქვათ ამის გამო უარს ამბობს სპორტზე? ავიგე, მთავარი არის სურვილი. თუ გინდა მოინდომებ, დრო ყოველთვის არის სავარჯიშოდ რა. ეხლა კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ საათნახევარი, მე მგონი რომ არავის პრობლემა არ აქვს მაგისი და ეხლა თბილისში ხდება ხოლმე რაღაც დაგვიანებები, მაგრამ რეგიონების მაგალითს გეტყვი, რეგიონებიდან ბავშვები ჩამოდიან, დაბომბავენ, შედეგებით ვიძახი, ბევრ მედლებს აიღებენ, წავლენ. მაგრამ თბილისში არის რაღაც დროის ამბავში პრობლემა, მაგრამ ვისაც აი ხა მე მყავს პირადად ერთი 50 მოსწავლე რა. ჩემთან ეგ პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ მშობლები ხედავენ მუშაობას, მოდყავთ ბავშვები, უნდათ რომ წარმატებულები იყვნენ და რა თქმა უნდა მეც გვერდში უდგევარ. ხო და
თუ გაქვს სურვილი, ყველაფრის გადალახვა და დროის მოძებნა შესაძლებელია, რა თქმა უნდა და ეხა თუ არ გინდა 1000 მიზეზის მოძებნა შეიძლება. ყველაფერი შეიძლება რაღაცა დავაბრალო. კი ბატონო, ეხა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს ალბათ მოზარდებისთვის არის ეს გაჯეტები. და ალბათ ამ პრობლემის გაანალიზების დროს სპორტის მნიშვნელობა ერთი ასად მაღლდება და ხდება უფრო მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი მშობელი ამასთან დაკავშირებით დაარდობს ეს დარდი ნამდვილად საფუძვლიანია, იმიტომ რომ აშკარად გაჯეტებზე დამოკიდებულება ბევრ ამაში უშლის ბავშვს ხელს. ელემენტარულ განვითარებაში და მარტივი უნარების შეძენაში უფრო ბევრ დროს კარგავენ. მათაშორის ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ამის შესახებ ძალიან ბევრი საერთაშორისო დასკვნა არსებობს, თუნდაც ევროპული და თუნდაც ამერიკული გამოცდილების და მაგალითისთვის ავსტრალიამ უკვე აკრძალა 16 წლამდე ბავშვებისთვის ნებისმიერი სოციალური ქსელის გამოყენება. აი ამ პირობებში თქვენ როლს როგორ ხედავთ, იმიტომ რომ ის რომ ბავშვი უბრალოდ ჯანმრთელი იყოს, ალბათ კიდე დაემატა იმას, რომ თქვენი გამოწვევაა, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს და რაღაცნაირად გაჯეტებს გამოუგლიჩოთ ბავშვები, იმიტომ რომ რეალური საფრთხე. კი, ეს მართლა საფრთხე არის რეალური. მეც მაქვს ახლა მაგის პრობლემა, არ დავმალავ რა. მაგრამ მე ვცდილობ და სადმე შეჯიბრზე მიმყავს ვარჯიშზე ვგრძალავ. ანუ ტელეფონი არ დავინახო, ხელში არ დაიჭიროთ რა. და მუშაობს. თუ დავიჭირე და აქვს, ეგმევე ვართმევ. და არ ვაძლევ სანამ შეჯიბრი არ დასრულდება რა. შესაბამისად სახშიც უნდა წაართვა რა, ეს და არ უნდა მისცე, მე ესე ვიტყოდი და თორე დამოკიდებულები ხდებიან მე რა. აი მაგ ყველაფერმა წონაზე ხო არ იქონია გავლენა. იმიტომ რომ ბევრი სპორტსმენი, ვეტერანი ან მოქმედი ან მწვრთნელი ამბობს რომ ეხლა ამ თაობებში მოზარდებს გულისხმობ, უფრო მეტი ჭარბწონიანი ბავშვი შეიძლება იყოს ვიდრე ადრე იყო, იმიტომ რომ ეს გაჯეტთან დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა რომ ბავშვი ენერგიას არ ხარჯავს. არ ხარჯავს, იმიტომ რომ ეხლა შაბათ-კვირას თუ დაждდება 24 საათი და გაჯეს დაიჭერს და გარეთ არ წავა, არის ბენს, რა თქმა უნდა, პრობლემა არის რა და უნდა აუგზალო წაართვა, აუგზალო ცუდი სიტყვაა ეხა, მაგრამ აიღე რა შესაბამისი ინტერესი უნდა გაიყვანე გარეთ, ანუ უკვე აქ მშობელმა უნდა იმუშაოს რა. მე ჩემ დარბაზში სადაც ვავარჯიშებ, მაგის პრობლემა არ მაქვს, ტელეფონები არ შეიძლება დარბაზში იყოს, ყველას თავის შენახული უნდა ყოს, შეკრებაზე თუ ვარ, საღამოს 9 საათის მერე პატარა დიდი არ აქვს, ყველას ვართმევ. გათიშული ტელეფონი უნდა მქონდეს ოთახში. დილით რო ავდგები, მე მივცემ რაღაც გარკვეული დროით რა. უნდა ვიმუშაოთ და რაღაც ზომები უნდა მივიღოთ, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ რა. გასაგებია. სპორტი ძალიან კარგი სოციალური ლიფტი შეიძლება იყოს ადამიანისთვის. ჩვენ ვახსენეთ თქვათ ძველი დამოკიდებულება სპორტთან მიმართებაში. დღეს მაღალი მიღწევების სპორტი ინდივიდუალურ დონეზე. შენ კარატეს წარმოადგენ დღეს, მაგრამ შენი კავშირებიდან და შენი ურთიერთობებიდან გამომდინარე მეტნაკლები წარმოდგენა გაქვს რა სიტუაციაა სპორტში. უბრალოდ მინდა რომ შენი შეკითხვის პასუხი, უბრალოდ შენი შეკითხვა იყოს ისეთ შენს მიმართ დასმული შეკითხვა იყოს ასეთი. დღეს ღირს თუ არა სპორტსმენობა, ვგულისხმობ იმას, რომ სპორტს შეუძლია თუ არა რომ შენი სოციალური უზრუნველყოფა განახორციელოს. კი ბატონო. პირველი სოციალური უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა, რა თქმა უნდა. და ეგეც უზრუნველყოფილია, მოდი ესე ვთქვათ რა. ყველა ბავშვი, ყველა ახალგაზრდა, რომელიც შედეგს დებს, შესაბამისი სტიპენდიები ენიშნებათ და ძალიან კაია მივესალმები, მშობლების კმაყოფილები არიან, ბავშვებს უხარიათ, ანუ პრემია, ანუ კარგი ის არის, წახალისება, ესე ვთქვათ რა. გარდა ამისა, ინდივიდუალურ სპორტის სახეობები, კარატეს, MMA, კიკბოქსინგი, რამე არ გამომრჩეს, ხა არ მინდა, ძალიან დიდი წარმატებები აქვს რა. და როცა შესაბამისად ესე იგი ხარდაჭერაც არის, ფედერაციებიც მუშაობენ, კარგი ამბავი ხდება ამ მიმართულებით რა და
ანუ შეუძლია დღეს სპორტსმენს რომ თქვა ფოკუსი გააკეთოს შრომაზე, ვარჯიშზე და მეტნაკლებად ადეკვატურობის ფარგლებში ან თქვენი პასუხი ამას ნიშნავს თუ არა რომ ადეკვატურობის ფარგლებში ვთქვათ ელემენტარული პირობებზე წვდომა ექნება. რა თქმა უნდა, კი, მაგას მინდა ხაზი გაუსვა. მე ჩემთან რა ხდება მაგას ვიტყვი, ხა ვინც მედლები დადო ჩვენ ევროპის ჩემპიონატი ქონდა 2 ოქროს, 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს და ყველას შესაბამისი რაც ეკუთვნით იმას მიიღებენ და დადოს ყველა მოინდომონი ვარჯიშონ უფრო მეტი და შესაბამისი ექნებათ ყველაფერი და თორსა გაიზდები დიდებში უფრო მეტ შედეგს დადებ შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურება გექნება და ამით მაგრამ აქვე მინდა ვთქვა რომ განათლება აუცილებელია რა განათლების გარეშე 21 საუკუნეში ეს ყველაფერი განათლების ხარჯზე არ უნდა იყოს არა არ უნდა იყოს რა თქმა უნდა და განათლება ერთმანეთთან ანუ ხელი შეშლა არ არსებობს რა დღეში საათნახევარი 2 საათი ვარჯიშისთვის ყველას აქვს და ასევე ციგნის კითხვა და განათლებისთვისაც დრო გაქვს თავარია მოინდომო და სწორად დაგეგმო რა სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გასაანალიზებლადაც და უბრალოდ სპორტის სახეობას ხარ დავასახელებ რამე ისეთი უხერხული სიტუაცია არ ვარ შეიქმნას, იმიტომ რომ ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზაციამ კონკრეტულ სპორტში ვეტერანებისთვის შესაბამისი კურსები გააწესა, იმიტომ რომ ყოველ მესამეს და მეოთხეს მიუხედავად ძალიან სოლიდური ანაზღაურებებისა კარიერის განმავლობაში, კარიერის დასრულების შემდეგ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები, ამიტომ თქვათ ის კეთილდღეობა, რასაც შენ მოიპოვებ, თუ სწორად არ მიმართე, ყველა მილიონი ზოგადად გამოლევადია და არ არის კარგი. მოდი ესე რო შევაჯამოთ, სპორტს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სპორტი განათლების გარეშე რეალურად არ არის ისეთი სასარგებლო, როგორც ეს ერთი შეხედვით დღეს ჩანს. ძალიან სასიამოვნოა ამ თემებზე საუბარი, სანამ დავასრულებ, ცოტა დრო კიდე დაგვრჩა. თქვენი სპორტსმენობიდან გამომდინარე, თქვენი კარიერიდან გამომდინარე და თქვენს უკვე სამწვრთნელო გამოცდილებით მინდა გითხოთ რა არის თავარი საიდუმლო, რის გამოც საქართველოს ძალიან სოლიდურია სპორტულ მიღწევებში. იგულისხმება ყველა ეტაპი ამ ქვეყნისა, როგორც პერიოდი, როცა სპორტსმენებს არ ჰქონდათ ელემენტარული პირობები და ძალიან დიდი გაჭირვების ფონზე ემზადებოდნენ და როცა ჰქონდათ ნორმალური, დღეს კიდე უკეთესი და არწმუნებული ვარ, ხვალ კიდე უკეთესი ექნებათ, მაგრამ სპორტული შედეგები საქართველოს სტაბილურად აქვს, განსაკუთრებით ინდივიდუალურ სახეობებში. აი, მთავარი საიდუმლო რაში მდგომარეობს, იმიტომ რომ მე ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი თვალით რო არ მენახა ფაქტი მაგალითად როცა იაპონიამ შესთავაზა საქართველოს რომ ძიუდოში ჩაეტარებინათ ერთობლივი წვრთნა მაგალითად მე გამიგია ჭორი რომ როდესაც ეს წვრთნები მიმდინარეობდა კიმანოებში ჰქონდათ ჩიპები ჩამონტაჟებული უკრაინელებს რათა გაეგოთ ვთქვათ ქართველების მოძრაობების ყველა შინაარსი და პერიოდულობა და ასე შემდეგ ანუ რეალურად ქართული სპორტის მიმართ დაინტერესება მუდმივად იყო და ამ ყველაფერს ალბათ აქ რაღაცა საწყისი თავარი საიდანაც ეს ყველაფერი გამომდინარეობს. კი, ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი რა, 3 მილიონი ნახევარ, 4 მილიონამდე ვართ, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში. ინდივიდუალურ სახეობებში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი არის მებრძოლის სული და ხასიათი რა. ეს თუ არა გაქვს, ანუ დიდი ჩემპიონი ვერ გახდები. ამას მინდა ხაზი გაუსვა. და პლუს ეხა ისეთი პერიოდია, мотиваცია დიდია, ანაზღაურება დიდია, მაგასაც დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს, მე ვფიქრობ და ეხა რომ წინა ოლიმპიურ თამაშებზე თურქეთი არის თითქმის 100 მილიონიანი ქვეყანა და ჩვენ მქონდა ოქროს მედალი და თურქეთს 3 და თურქეთს მე მგონი 1 ოქროს მედალი ქონდა თუ ან არ ქონდა. ინდოეთმა წინა ოლიმპიადაზე აიღო პირველი ოქრო. პირველი ოქრო და ანუ აქ უკვე ცხადია და ჩანს ნათლად რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ, მებრძოლიერი ვართ და შესაბამისად სპორტი ვითარდება სწორი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვერდში დგომა აქ. ეხა ისეთი პერიოდია მედიცინა აუცილებელია სპორტული მედიცინის ჩართულობა და ასე შემდეგ და მე ვიცი ჩახედული ვარ და გვერდში დგომა არის მაქსიმალური. და ბოლოს ერთ შეკითხვას დაგისვავთ სანამ დაგემშვიდობებით მსოფლიოს ჩემპიონი არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი
ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდება და შენი დროშა ყველაზე მაღლა ადის. აი ეს ემოცია შეიძლება ყოველდღიურობაში რამე ემოციას შეადარო, ან ზოგადად მთელი ცხოვრების განმავლობაში და არის თუ არა ეს მთავარი мотиваცია რეალურად. აი ეხაც დამბოსლა ხო. ოღონდ მართლა. მე სულ ეს мотиваცია მქონდა, როცა გავდიოდი ტატამს, აი რომ გადიხარ, იქო ესე მონიტორია რა და ჩემ სახელი და გვარი ეწერა და ზემოთ საქართველოს დროშა. აი всё, მანდ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და რომ გაიმარჯვებდა დროშა იკრება, ანუ ვერაფერს ვერ შეადარებ იმ გრძნობას რა. ყველაზე ამაყი ხარ, ყველა გილოცავს, ანუ მაგარია რა, ამ ხელა საქართველოს პატარა საქართველოსდან სოფლიო ჩემპიონი ძალიან დიდი მიღწევაა, მე ვფიქრობ და ალბათ თავარი мотиваციაც საერთო ჯამში ყველა ქართველი სპორტსმენის არის ეს, იმიტომ რომ სოფლიოსში წერტილი არ არსებობს, სადაც ჩახვალ და საიდენტიფიკაციოდ გამოიყენებ ქართულ სპორტსმენს და ვერ მიხვდებიან საიდან ხარ. ფეხბურთზე და კალათბურთზე აღარაფერს ვამბობ. იმიტომ რომ ინდივიდუალურად თითოეულ ადამიანმა იმხელა საქმე გაუწია საქართველოს, რომ მე მგონი ყველგან გვიცნობენ და კი, ეგრე ბევრი აღნიშნავს ხოლმე, აი ძიუდოთი იმას იცნობენ ბექაურს, იქ ყარაცხელია ფეხბურთი, ანუ ცნობადობა სპორტიდან გამომდინარე საქართველოსი ძალიან მასშტაბურია რა. აი რაც არ უნდა უცნაური იყოს UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონი, NBA-ში ორი ქართველი კალათბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ქართველი, არ ვიცი ვიღაცა გამოგრჩება. მოკლედ ძალიან სასიხარულოა გულწრფელად, ძალიან ჩვენი დღევანდელი საუბარი დარწმუნებული ვარ იმას არ ნიშნავს რომ ქართულ სპორტში პრობლემები არ არის და არ არსებობს შესაძლებლობა რომ უკეთესი გახდეს, ბუნებრივია რომ ეს ასე არის, მაგრამ შედეგებიდან გამომდინარე ალბათ დღეს არ არის ტყუილი, როდესაც პროგრესის შესახებ აღვნიშნავთ და გულწრფელად ძალიან გვახარებს ეს გულშემატკივარს. ძალიან მახარებს, მე პირადად და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რა არის. ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტარდება საქართველოში რა. აი ეგ არის ძალიან მაგარი და რა თქმა უნდა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ იმდენად უწყობს სპორტის განვითარებას და ქვეყნის განვითარებას ხელს, აი სასწაული რამეა რა. კი ბატონო, სხვათა შორის თუ არ ვცდები 26 საერთაშორისო მაღალი დონის ტურნირი არის 2026 წელს ჩანიშნული, 2025-ში უფრო მეტი იყო და შედეგებიც საოცარი იყო 2000 მედალზე მეტი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვინც გვისმინეთ, ვინც გვიყურეთ. გოგიტა არქანია იყო ჩვენი სტუმარი, მე ერთი კვირით დაგემშვიდობებით.